მოგესალმებით ქართული ფეხბურთის გულშემატკივრებო, თქვენ უყურებთ მორიგ ლოგს. კრისტალბეთ ეროვნული ლიგის პირველი წლის ბოლო ტური. რუსთავი იბერია 1999 წინააღმდეგ ვიმყოფებით დავით პეტრიაშვილის სახელობის სტადიონზე და რეზისთან და ირაკლისთან ერთად თუ არ ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს ამ მატჩს უპირველეს ყოვლისა ცხილს თუ ჩავხედავთ. იმიტომ რომ არის პირველ ადგილოსანი იბერია და მესამე ადგილოსანი რუსთავი, რომელმაც საკმაოდ კარგი სერია გამოაცხო. მოდი იმას დავამატებ, რომ პირველი მესამე ხო არის და 4 თამაშიანი წაუგებელი სერია და 6 თამაშიანი წაუგებელი სერია. კარგ ხასიათზე ხვდებიან ეს გუნდები ერთმანეთს, ხო ეგრეა? კი, თან ნუ რუსთავი ჩემი ხო ბოლოს რუსთავის თამაშზე ვიყავით და მაშინაც აღნიშნეთ რომ რუსთავი ჩემი ერთ-ერთი ფავორიტია. თამაშს აჩვენებს და იბერია ძიმედ დაიწყო, მაგრამ თანდათან აჩვენა რომ დომინანტი გუნდით შეიძლება დაერქვა საქართველოს ბოლო ორგზის ჩემპიონია და პლუს ახლაც ცხრილის ლიდერია თან ისეთი. უკვე კომფორტული ფავორიტი, კომფორტული უპირატესობით, იბერიამ თანდათან დაიბრუნა ის რაღაც სათამაშო ფორმატ, სათამაშო განწყობაც და ის ადგილიც, რომელიც იდეაში მოსალოდნელი იყო რომ ექნებოდა. ხო, ყველაზე დაალაგებული გუნდის შტაბ-ჭდილება სწორედ იბერია ტოვებს, სხვაშორის ეგ რუსთავზეც თქვი ჩვენ, თუმცა იბერია მაინც უფრო გამოცდილი გუნდია, თან შვენიერი შევსება მიიღო, ასე ვთქვათ, სატრანსფერო ფანჯრის პერიოდში და მოკლედ ლიდერია, თუმცა საქართველოს ჩემპიონატი საკმაოდ გრძელია და წინ ძალიან ბევრი რაღაც შეიძლება მოხდეს ეგ მაგასაც. თავთან ეტყობა რომ სწორი ტრანსფერები გააკეთეს, იმიტომ რომ ყველას კარგად იყენებენ, ვინც დაიმატეს. ერთადერთი კონგოლო ტრავმა მიიღო და ფავორი მიზეზი რა. კარიერა დაასრულა საერთოდ. დაუსრულოთ უნდა უთხრა ჩვენს მაყურებელს, რომ დაალაიქოს ეს ვიდეო, გამოიწეროს ჩვენი YouTube არხი და იბერიაზე და რუსთავზე სასაუბრო ბუნებრივია გვექნება, მაგრამ თემურ ქეცბაიას დაბრუნებას მინდა შევეხო საქართველოს ჩემპიონატში. დაბრუნება რა პრინციპში მწვრთნელად პირველად მოვიდა, დაბრუნდა მის მშობლიურ კლუბში, რომელთანაც ძალიან ბევრი რამ აკავშირებს. მას შემდეგ რაც ქეცბას დაბრუნება გაოფიციალურდა, თითქოს რაღაცა უფრო ძვრა მოხდა. იმედის ნაპერწკალი გაჩნდა ხო რაღაცა. აი თქვენი აზრი მაინტერესებს ან მაგას. ბუნებრივია ჩემპიონატისთვის, რაღაც ეროვნული ლიგისთვის ყურებადობა და ყურადღება გაიზრდება საქართველოს ჩემპიონატის მიმართ. ისეთი გულშემატკივრების, რომელიც უფრო ნაკრებზე არის კონცენტრირებული და შედარებით ნაკლებ ყურადღებას აქცევდა ეროვნულ ლიგას, ეხლა ისეთი ქართული ფეხბურთისთვის იკონური ფიგურა გამოჩნდა ამ ჩემპიონატში, რომელის თამაშებსაც მინიმუმ ფაულს მაინც მიადევნებს რაღაც გარკვეული ნაწილი. ანგარის მაინც ნახავს მინიმუმ. გამარჯვებით დაიწყო ხო გუში? პირველი თამაში მოიგო. მე ვფიქრობ, რომ კარგი ძვრა შეიძლება იყოს ეს, სიკა შენ გინდოდა რაღაცის თქმა. ხო, როგორც მინიმუმ აი ეს საქართველოს ჩემპიონატისთვის დაახლოებით ისე როგორი რაღაცა, აი საუდის ლიგისთვის როგორც იყო კრიშტიანოს ჩასვლა. მასშტაბები ცოტა სხვადასხვაა, რა თქმა უნდა, მაგრამ ისეთი ფიგურა ჩამოვიდა ეროვნულ ჩემპიონატში, დაბრუნდა თუ როგორც არის, დაინიშნა, რომ ვის გამოც, როგორც მინიმუმ ტელევიზიები დაინტერესდებიან, რომ მოდი რა ხდება. ქეცბაია ყველა მიცის, ვისაც ბურთი გაუგორებია და ნაკრებში უმუშავია, ძალიან ბევრი ნაკრებში მის მუშაობას მისტირის და აი ვინც ნაკრებში ქეცბაიას მუშაობას მისტირით, მიდით დინამოს თამაშებზე, ჩვენ იქ დაგვხვდებით. Grizzly პირველი პარტნიორი კომპანია ხავს. HubsG, რომლის ლოგოც ამონათდება, ყველანაირი ინფორმაცია, ლინკები, Facebook-ი, Instagram-ი დაგვხვდებათ აღწერაში, აუცილებლად უნდა ნახოთ. რამდენიმე სიტყვით გეტყვი რა არის და ვინ არის HubsG. HubsG არის პირველი საფეხბურთო მაღაზია საქართველოში, რომელიც ამ ეტაპზე ოპერირებს როგორც e-commerce პლატფორმა, თუმცა ივნისში აპირებენ, რომ ფიზიკური მაღაზიაც გახსნან. შეგიძლიათ ეწვიოთ, იხილოთ Pumas, მეგობრდით, ძალიან კარგი ხალხია, ძალიან კარგი კომპანია. ყველანაირი ინფორმაცია აღწერაში დაგვხვდებათ და ვიმეგობროთ.
გაგრას წინააღმდეგ მიიღე ტრავმა, ჩვენ სლოგში იყო ეგ ინფორმაცია, ასე ვთქვათ, როგორ გაქვს, როდის არის შესაძლებელი რომ დაბრუნდე მოედანს? ხო, ეხა ოპერაცია გავიკეთე და წესით ივნისის შუა რიცხვებში უკვე მზად ვიქნები სათამაშოდ და ახლა სხვადასხვა უყურე მაგლოქს და მეწყინა რომ ის თქვით რომ ცუდად დავარდაო და რეალურად ჩამარტყეს და ეგ იყო მიზეზი. მაგას რო ითხოვდი, ეგეც ვნახე. ხო. იბერიას ქუთაისის ტორპედოსთან გასვლითი მარცხის შემდეგ გუნდი თითქოს უფრო შეთამაშებული ჩანს, უფრო ადაპტირებული ჩანს, ახალი ფეხბურთელებიც უკეთ გამოიყურებიან და როგორ შეაფასებდი გუნდში მდგომარეობას? ძალიან კარგი მდგომარეობაა, ბიჭები ფსიქოლოგიურად უკვე ძალიან კარგად არიან. ეგ ნორმალური იყო რომ თავიდან ცოტა ვერ დავიწყეთ ისე როგორც გვინდოდა, ნელ-ნელა უკვე ავკრიფეთ ჩვენი ტემპი და ეგრე არა, უკეთეს უმჯობესია რომ ცუდა დაიწყო და კარგად გააგრძელო, ვიდრე ძალიან მაგრა დაიწყო და მე უკან წახვიდე. ამიტომ თავარია რომ პროგრესირებ და ნელ-ნელა პატარ-პატარა ნაბიჯები წინ და წინ მივდივართ. თავარი ეგაა. რა განსხვავებაა წინა სეზონის გუნდსა და ამ სეზონის გუნდ შორის და რამდენად არსებობს იმის იმედი გუნდში, რომ ევროტურნირებზე უფრო შორს გავალთ და გუნდში თავიდანვე გეტყვით რომ თავარი მიზანი არის ევროტურნირებზე შესვლა და არა ჩემპიონობა. თავ ეგრევე გავსვლით დღესვე და ევროტურნირზე შევიდოდი და მესამე ადგილზე დავამსრულებდი ჩემპიონატს. თუ ასარჩევად მექნებოდა, თუ არა რა თქმა უნდა ორივე გვინდა. მაგრამ რავი, ჩემი აზრით გუნდი მზად არის მაგისთვის, რომ გავტეხოთ ეგ ნავსი და შევიდეთ ჯგუფში. დღევანდელი მეტოქე საკმაოდ უხერხული გუნდია რუსთავი, მოდი ესე ვთქვათ. შეთამაშებული, მიუხედავად იმისა, რომ ეხლა გადმოვიდნენ უმაღლეს დივიზიონში, ამ სეზონში გულისხმობ, საკმაოდ კარგად გამოიყურებიან, მესამე ადგილზე არიან და შენ გამომდინარე იქიდან რომ მოედანზე ვერ ეხმარები გუნდს. რა მოლოდინები გაქვს დღევანდელ შეხვედრაზე? მოლოდინები მაქვს რომ მართალი ხარ, ძალიან კაი გუნდია, ძალიან კარგ ფეხბურთს თამაშობს, სწრაფი კონჩეტებები აქვს რუსთავს და სახიფათოები არიან, მაგრამ მოლოდინი მაქვს რომ ჯერამე ჩემი გუნდის, ჩემი ბიჭების და მგონია რომ სამქულას ჩვენ ავიღებთ და რავი, ამისთვის გუნდი მზად არის ფსიქოლოგიურადაც და ტაქტიკურადაც და ფიზიკურადაც. წარმატებები შენს გუნდს პირველ რიგში, ჯანმრთელობა შენ და გელით. მადლობა და შენს წარმატებები ამ კაი საქმისთვის და იმედია რომ ბევრი გამომწერი გეყოლება და გამოიწერეთ ვიდეო უნდა დაალაიქონ აუცილებლად. ვიდეო დაალაიქეთ, იქ სად არის კუთხეში სადღაც და subscribe და ასე შემდეგ. ძალიან დიდი მადლობა. რა სიტყვი პირველ 15 წუთზე? ნუ ჯერო მომენტო თამაში გვაქვს. მაგრამ ნუ ერთი რაც შეიძლება ითქვას რომ ბედოშოს სულ იზოლაციაში ცდილობენ დატოვონ და ერთი კარგი დრიბლინგი ჰქონდა. მერე ცენტრში წაიღო ბურთი, ნუ როგორ რაღაც ზონებში შედიან სახიფათო აი ხა კარგი შანსი შეიძლება იყოს საჯარიმოში არ იყოს თავი და გამოვიდა საჯარიმოდან და ვერაფერი ვერ მოიფიქრა. რუსთავი არ ცნობს იბერიას დომინანტობას, როგორც მატჩის დასაწყისში თქვი. ხო, კიდე რაც შევნიშნეთ, უჭველი უნდა ვთქვათ, რაღაც გაზონი არის, მგონი ზედმეტად ზედმეტად დანამული, ასე ვთქვათ. ანუ რა წმინდა და გუბურებია აშკარად და თუ არ ვიცი რამდენად უშლით ხელს ალბათ უშლით. არა, ხო. ხო, რა იკითხება რა უნდა იბერიას, იკითხება რა უნდა რუსთავს. რუსთავს უფრო რაღაცა მაინც კონტრშეტევები უნდა და მე მგონი მართალი ყავი. რუსთავი კი არ ეთანხმება, მაგრამ მართალი ყავი იბერია ნელ-ნელა ყალიბდება დომინანტ გუნდად საქართველოს ჩემპიონატში.
რეზ ხო ალბათ ხმა შემოვიდა და მივხვდით რა შეა საქმე რუსთავმა გაიტანა თან კარგი გოლი გაიტანა თამაშგარეს ითხოვს გულშემატკივარი აქ მაგრამ მე ვერ დავინახე არ ვიცი ვარზეც ალბათ გადამოწმეს არ ვიცი რა წარმოდგენა არ მაქვს საჯის ეს ჟესტი მარჯვენა ფლანგიდან შეუტიეს და თვითონ ვინგერის დრიბლინგი იყო ძალიან კარგი ცენტრში რო შეტეხა და ამ დროს თელ იბერიას დაცვა ისეთი კლასიკური შეცდომა როცა გუნდი მთლიანად იკეტება საჯარიმოში და აი ზონა 14-ს რო უძახით ხოლმე უძახით რა ესე ქვია საჯარიმოს წინა დგომ ზონა საყრდენ ზონას მოწინააღმდეგეს ყველა საფეხბურთო ზონა კალისადაც საჯარიმოს წინ ყველა საფეხბურთო ზონას აიანს თულება რომ გოლების ნახევარი გადის ფეხბურთში სადღაც მატჩის საწყის წუთებშივე ვნახეთ ორი გატანილი გოლი 5 წუთიან მონაკვეთში. ჯერ გუჯაბიზის ულამაზესი გოლი და შემდეგ სტანდარტულიდან უკვე იბერიას ფორვარდმა ზაგანიამ გაიტანა. მოკლედ რისი მოლოდინიც ჰქონდა ამ თამაში რომ უნდა ყოფილიყო შემტევის სწრაფი და ძალიან ბევრი მომენტიც თამაში. ჯერჯერობით ყველაფერი კარგად მიდის და იმედი გვაქვს რომ ზუსტად ეგრე გაგრძელდება, იმიტომ რომ მისი გუნდის ადგილებიდან გამომდინარე და იმ ფეხბურთიდან გამომდინარე, რასაც აჩვენებენ და როგორც მიიყავთ სეზონი, ყველაფერი აქეთკენ მიდიოდა და ძალიან მოხარულები ვართ, რომ ამ ყველაფერმა სტატისტიკურად და ყველანაირად ამ თამაშმა იმედი არ გაგვისროლა. კი ბატონო, პირველ 25 წუთზე რისი თქმა შეიძლება რუსთაველთა გოლამდე ფაქტია, რომ რუსთავს უფრო ჰქონდა ინიციატივა, განსაკუთრებით მაღალი აგრესიული პრესინგით, რაც იბერიას ხელს უშლიდა იმაში, რომ ორგანიზება მოეხდინა შეტევაზე. ამისთვის ძალიან ხშირად მოედნის ცენტრში შედიოდა გიორგი ჯინჯოლავა და ნახევარდაცვას ასამებდა, ასე რომ ვთქვათ, თუმცა რუსთაველებს ამან არაიძულა რომ უკან ჩასულიყვნენ ასე ვთქვა და პრინციპში პირველი გოლიც გავიდა და შემდეგ უკვე როდესაც შეტევის ორგანიზება გიჭირს მაშინ ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს სტანდარტებს ხო და სწორედ სტანდარტიდან ზაგანიამ მოახერხა ის რომ ანგარიში გაათანაბრა და ძალიან დიდი იმედი მაქვს რომ ესე გაგრძელდება იმიტომ რომ მართლა კარგი თამაში მიდის იგრძნობა რომ ლიდერობისთვის იბრძვიან რა სულ რამდენიმე წუთის წინ სანამ იბერია გაათანაბრებდა ორ ქულამდე იყო ამ გუნდებს შორის სხვაობა შემცირებული სატურნირო ცხრილში და რა თქმა უნდა სამქულაზე ითამაშებს ორივე გუნდი, მით უმეტეს დიდი დროა ხო თამაშთან. თან გიაცესაზე თქვა წინა თამაში ჩვენთან ინტერვიუში. მან თქვა რომ სულაც არა აქვს იმის мотиваცია რომ ჩემპიონი გახდეს და ეს თან გუნდსაც ნაკლებ წნეხს ადებს რუსთავის შემთხვევაში და მეტად თავისუფლად თამაშობენ და გიაცესანზემ ალბათ ყველაზე კარგად იცის თუ ამ ჩემპიონატში როგორ უნდა მოამზადოს გუნდი და როგორ განაწყოს ყოველი კონკრეტული თამაშისთვის. თქვენ ის ფეხბურთია რასაც გვინდა რომ უყუროთ, თავისი ტემპიდან გამომდინარე, მომენტებიდან გამომდინარე, რაზეც ბევრჯერ გვითხოვს რომ არ არის ჩვენ ჩემპიონატში, მაგრამ სასიხარულოა რომ დღეს ყველაფერს ერთად ვხედავთ. პირველი ტაიმი დასასრულს მიუახლოვდა. ჯინჯოლა თამაშობს, ჯინჯოლას აქვს საინტერესო როლი, იმიტომ რომ თავარი ფეხბურთელია build-up-ში იბერიას და ჯერ ხომ მესამე ცენტრალურ მცველჩება, მე მიდის და ვონთ ფლანგზე სიგანეში არ მიდის, ანუ ცენტრში შედის. სულ და ხშირი იყო შემთხვევები, როცა იყო 10-იანის პოზიციაზე, იყო მარჯვენა ფლანგზეც გადავიდა, მოკლედ ძალიან ბევრს მოძრაობს, აბსოლუტურად თავისუფალი როლი აქვს და რა ვიცი, მიგელ გუტიერესი თამაშობდა ასე ჟირონაში თუ გახსოვთ, სანამ შესაყარო მწვრთნელთან არ მოხდა მერე წელს და არ შეეზღუდა ეს თავისუფალი უფლებები. აი ჯინჯოლა თამაშობს ესე ხა და აი ეგ ძალიან საინტერესო სანახავია საქართველოს ჩემპიონატში, როცა ფლანგისთვის ეგრევე მასეძემენ ხედავთ, ახაც გრძელი პასიცა და მეკარემ ონ არ გამოუვიდა და ამიტომ ჯინჯოლავამ პოზიცია დაკარგა თავისი და რუსთავის ჰქონდა შანსი. რუსთავი ძალიან კარგი არის, აი პრესინგიდან გამოაქვს ბურთი, დატოვება და უკვე შეტევა. ძალიან კარგად მიდის რუსთავი, ნუ კონტრშეტევაზე განსაკუთრებით. ვერტიკალურად თამაშობს კარგად. ძალიან ვერტიკალურად და ნუ პოზიციურ შეტევაში ხშირად ვერ ვხედავთ რა. ტემპი კარგია. გულშემატკივრების ხმარო გვესმის კარგია. გოლები გვაქვს.
აბა მეტი რაღაცა გვინდა. ნუ მეორე ტაიმი უფრო საინტერესო უნდა იყოს. წესით. თან ორივე ისეთი გუნდია, რომ ცეცაძეს დაცვაში ჭდომა არა? თან იბერიაც იბერია არა და უნდა და ჩემპიონია. ხო, ჩემპიონია და უნდა დაამტკიცოს, რომ წელსაც ისე მოიგებენ რა, დომინირებით მოიგებენ ეროვნულ ლიგას. ვნახოთ. უკვე იმედი ვიქონიეთ, რომ კიდევ უკეთესი ტაიმი გვექნება წინ. მეორე ტაიმი საკმაოდ რთული გამოსდის ბექა იბერიას. მიუხედავად იმისა, რომ საკმაოდ აქტიურად დაიწყო გუნდმა, სელიმოვიჩი გაუძევეს და სელიმოვიჩი სხვათა შორის ძალიან ბევრი ყვითელი ბარათით გამორჩა, უხეში ფეხბურთელია რა, პოზიციაც ისეთი აქვს, ცენტრალური მცველია. ამიტომ გუგან ერგაძეს უწევს, რომ გადააწყოს გუნდი, ნუ ერთი რო დაცვაში უწევს თამაში რა თქმა უნდა, თუმცა ეხლა რასაც ვხედავთ, პლუს ის რომ ბაქარ ქარდავა დაიმტრა და მოკლედ დადიანი შემოვიდა მოედანზე. ქობულაძე მარცხენა მცველად დგას, ჯინჯოლავას მოუწია მეორე ცენტრალურ მცველად თამაში, ხუდუშაურიც მოიხსნა. ბევრი გადაადგილებაა მარტივად რო ვთქვათ რა. ბევრი გადაადგილებაა და სელიმოვიჩის დამსახურება იყო რეალურად ის, რომ ასუფთავებდა ყველაფერს პირველ ტაიმში და მეორე გოლი არ გაუშვა. იბერიამ ეხლა კი ძალიან გაუჭირდება წესით. მთელი მეორე ტაიმი უნდა ითამაშონ 10 კაცის შემადგენლობით პლუს დიდი დანაკლისით. ცენტრში ბაქარ ქარდავას კარგად ეჭირა ცენტრი ანაწილებდა ბურთს და ეს კომპონენტიც მოაკლდება და უფრო მეტად მოუწევს სავარაუდოდ დაცვაში ჩაჯდომა და ესებიან კონცეტევაზე რაიმე მომენტი შექმნა. მოკლედ ძიმე თამაში ელოდება, ძიმე მეორე ტაიმი ელოდება იბერიას და საინტერესოა გაუძლებენ თუ არა და მინიმუმ ჩემი აზრით ეხლა ფრეზეს სანახმა უნდა იქნას. ხო, ნაჭყებია შემოიყვანა კიდევ ხუდუშაურის ნაცვლად, რომელიც თქვით, ნაჭყებია იმ მხრივ არის გამორჩეული ფეხბურთელი, რომ როგორც შეტევაში, კონჩეტევები, რომელიც ახსენე, შეუძლია თამაში და პლუს დაცვაში. გემახსოვრება ერთ-ერთ შეხვედრაში მარჯვენა მცველად იდგა საერთოდ, მაშინ როცა საკადრო პრობლემები ჰქონდა მანდაც იბერიას და ჯერ ვერ ვიტყვით, რომ რუსთავმა იმ წითელი ბარათის შემდეგ რაღაცა სრული კონტროლი დააწესა მატჩზე. არა, იმიტომ რომ ბევრი შეჩერება იყო, ტრავმა, რაღაცა, ასე ვთქვათ, სრულფასოვანი თამაში აღარ გაგრძელებულა. ბევრი ყვითელი ბარათია, ბევრი პაუზაა, რაც ბუნებრივია რუსთავს არ უნდა აწყობდეს, ასე ვთქვათ, იმიტომ რომ რაც უფრო მაღალ ტემპში იქნება, 10 კაციანი იბერია უფრო დაიღლება მარტივად რო ვთქვათ და უფრო მეტი მომენტის შექმნის შესაძლებლობა შეიძლება. შეეცდება რომ დრო მოკლას მაქსიმალურად. რა თქმა უნდა. ეხლა უკვე ისეთ პოზიციაშია იბერია მიუხედავად იმისა, რომ აქ დარწმუნებული ვარ სამი ქულისთვის მოვიდოდა გუნდი, ეხლა უკვე მართლაც შენი თქმის არ იყოს, შეიძლება ფრესა უკეთესო გამოსავალი იყოს, ან მეორეს მხრივ მისის სწრაფი გამქცევების ხარჯზე კონტრშეტევა მართლა არ ვიცით რას მოიტანს, იმიტომ რომ ბედოშვილი ჯერ კიდე მოედანზეა, ნაჭყებიას ვიცით რომ შეუულია შეტევაში თამაში და არ გვითქვამს რომ ანდრია ბართიშვილია სადარიგოთა სკამზე, რომელიც ნახეთ ხურდებოდა, შეიძლება შემოვიდეს კიდეც არ არის გამორიცხული, ხო? ნახოთ როგორ გაგრძელდება მატჩი და თუ შეძლებს რუსთავი რომ ეს უპირატესობა ასე ვთქვათ სულფასოვნად გამოიყენოს და გადატეხოს თამაში და მოიპოვოს ის სამი ქულა. მე-11 წუთზე რუსთავს კუთხურიდან გაქვს გოლი. თვად იმასაც ვერ ვიტყვით, რომ ეს გოლი მწიფდებოდაო. არა, ხო, ესეთ თამაში იყო.
გაძევების შემდეგ მომენტო თამაში იყო რა, რაღაც იბერია რაღაცას ცდილობდა კონცენტრირებაზე, მაგრამ ბევრი არაფერი და რუსთავსაც რაღაც პოზიციურ შეტევებშიც ბევრი არაფერი. ძალიან ბევრი შეცდომა იყო ეთქობა და ძალიან უტრიალებდა რა საჯარიმოს, მაგრამ შეცდომები იყო ძალიან ბევრი რაღაც პასებში, ბურთის მიღებაში ესე და თითქოს მიდიოდნენ ეხლა ფრისკენ და რუსთავმა კუთხური გამოიმუშავა და ძალიან კუთხურიდან შეაგდო. იაკობიძემ გაიტანა გოლი. კი. და აი რა შანსი კიდე. რომ ძალიან ცუდად გადავარდა და მე მგონი გიორგის არა გადმოხდა გიორგის ხო არ დაეცა ვექა და გიო როგორ არა კიდაღა მეორე მეკარეს დაემტრა იბერიას პირველში გიოსო გამარჯვებას ნახეთ რომ წყვილს ესაუბრებოდით რომ კუთხურის დროს რა ვქნა ხოლმეო და ეს გადაწყვეტილება როგორ მიიღეთ და შესაბამისად მოყვა გოლიც ამაზე როგორ საუბრობთ გოლს რაც შეეხება სასიხარულოა ყველა გოლი რომელიც გამაქვს და როდესაც გამარჯვებას იმსახურებ ამ გოლით ძალიან მაგარია რა თავარია გუნდს დავეხმარეთ და გამარჯვება მოვიპოვეთ ეს სამი გოლი ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანი იყო რაც შეეხება სტანდარტულს უფრო დაცვითი ყაიდის იყო ის ყველაფერი იმიტომ რომ ჩემი კაცი გავიდა გააგდეს და მაგიტო უფრო დავილაპარაკი და ბოლოს ცოტა არეულობა იყო იმათ საჯარიმოში და მაგით ვისარგებლე რა ყველა თამაში გავდივარ თავისუფლად ყველა თამაშის მოსაგებად რაც შეეხება და ვცდილობთ რომ ჩვენი მაქსიმალური გავაკეთოთ არ მნიშვნელობა არ აქვს მოვიგებთ თუ წავაგეთ თავია ჩვენი მაქსიმალური და ვისიამოვნოთ ფეხბურთით რაც თავარი და ბოლოს შეკითხვა მექნება აი სეზონის საწყისიდან გამომდინარე დღემდე პირველი წრე უკვე სრულდება თქვენი შეგრძნებები გუნდის შეთამაშება გუნდში ატმოსფერო როგორია და ელოდით თუ არა იმას რასაც დღეს რეალობა დადგა რუსთავი ისეთი გუნდი იყო თავიდან, რომ დიდად ვერ წარმოვიდგენდით, რომ ესე ზემოთ ვიქნებოდით, მაგრამ დროთა განმავლობაში შეთამაშება, ერთმანეთის დამოკიდებულება, გუნდში მდგომარეობა, ყველაფერი დადებითად წავიდა და მაგან განაპირობა, რომ აქ ვართ, როგორც დღეს ვართ და რაც შეეხება პირველ წელს ძალიან დადებითად შევაფასებთ, იმიტომ რომ ძალიან კარგ ფეხბურთს თამაშობთ ჩემი აზრით და ძალიან კარგად მიდის ყველაფერი. დავასრულეთ საკმაოდ საინტერესო მატჩი. საკმაოდ დრამატული ფინალით და კადრებშიც ნახავდა მაყურებელი და ჩვენც ვნახეთ ლაივში რომ გულშემატკივრების სიხარული იმდენად კარგი და ლამაზი სანახავი იყო რომ აი მარტო ამადღირს ფეხბურთი ზოგადად ჩემი გადმოსახედიდან და ზოგადად ამადღირს როგორ შეაფასებდით მათ მე თქვენთან ერთად არ ვიჯექი ტრიბუნაზე ვლოგს კი ვუყურებ კვირდებით მაგრამ რამდენიმე სიტყვით რომ მითხრათ როგორ მოგეწონათ თითოეული გუნდის თამაში პირველი ტაიმი ძალიან მოგეწონა მეორე ტაიმი არ მოგვეწონა, მაგრამ ფინალი ძალიან მოგვეწონა. ეგ არის მოკლე შეფასება ჩემი და რეზის ბლოგში. ანუ გაძევების მერე შეიძლება ბლოგს აღარ უყურებ. ბევრი შეცდომები წამოვიდა ძალიან ბურთის მიღებაში, პასში რაღაც და ისე მიდიოდნენ თითქოს პრისკენ, მაგრამ ბოლოს უკვე რუსთავმა სტანდარტიდან. მე რაც თვალში მეცარეზი იყო ის, რომ ზოგადად ესეთ თამაშებში მით უმეტეს რუსთავი არც ისე გამოცდილი გუნდია ამაზე რომ შევთანხმდეთ 10 კაცის მიუხედავად რუსთავს გაუჭირდა რაღაცა ტოტალური კონტროლის დაწესება თამაშზე ხო ამ დროს საუკეთესო გამოსავალი არის ბუნებრივია სტანდარტები სხვათა შორის
იმ კართან რომელთან ახლოსაც მუშაობდი, ცეცაძე უყვიროდა თავის ფლანგელებს, რომ ასეთ შემთხვევაში თითოეული ჩაწოდება არისო გადამწყვეტი პენალტივით. იმიტომ რომ მას შეიძლება მოყვეს ერთი საჰაერო ორთაბრძოლა და მეორე კუთხური, რომელიც ასევე მნიშვნელოვანია და ზუსტად ამან იმუშავა რეალურად რა. ნებისმიერ შემთხვევაში ქება და ქება რუსთავს, ჩვენ წინა ვლოგშიც ვთქვით და ეხლა მით უმეტეს სამი ქულით ბრუნდებიან სახლში და რა ვიცი, სატურნიროს ხილს წეგან უყურებდით. 17 ქულა იბერიას, 16 გორის დილას, 15 იმას რუსთავს და ხვალ, ეხლა ნუ სავარაუდოდ თქვენ უკვე ნანახი ექნებათ იმ თამაშის შედეგი, მაგრამ ტორპედომას თუ მოიგო 14-ით იქვე იქნება და იძაბება რა, ჩემპიონატი იძაბება ძალიან. ხო, საინტერესო პირველი წრე გამოვიდა საბოლოო ჯამში, ინტრიგა ყველა მხრივ არის შენარჩუნებული. ბოლო ადგილოს არის ძალიან მარტივად შეიძლება სამ თამაშში სამეულში იყოს. ხო, ზედიზედ რამდენიმე მატჩის მოგებას რეალურად ძალიან ცხრილს. არა, კი, ეგრეა. ეგრე ხო არ შემეშალა. არა, ბოლო ადგილზე არის ამ მომენტისთვის დინამო ბათუმი, თუმცა სათამაშო აქვს ხვალ და არავინ იცის რეალურად რა მოხდება რა. მე იმის თქმა მინდოდა ჰაბსჯიზე უნდა ვთქვა კიდევ ერთხელ და ჰაბსჯიზე გათამაშება რომელიც დავაანონსე პირველი მაისურს გააძრო. ხო, პირველი წრის შეჯამება და ასევე ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალების განხილვა ჩვენ გვექნება ხუთშაბათს, ძალიან საინტერესო სტუმართან ერთად და ის გადაცემა დაიდება. იმედი გვაქვს რომ ხუთშაბათს მაგ ყველაფერს მოვასწრებთ და იმ ვიდეოს კომენტარებში, კონკრეტულად ბუნებრივია პოდკასტის განმავლობაში ვიტყვით პირობებს და წესებს, გავათამაშებთ საქართველოს მოქმედი ჩემპიონის იბერია 1999-ის მაისურს. ამისთვის ძალიან დიდი მადლობა ჰაბსჯის, რომლის შესახებ დეტალური ინფორმაცია არის აღწერაში, სოცქსელები, ვებსაიტი. ხელის გვინდოდა რომ გუნდის მოთამაშეებს ხელი მოეწერათ, მაგრამ რადგან ნუ რუსთავმა მოიგო აღარ ვაწუხეთ. რასიზამ ესეთია ფეხბურთი იკა, ზოგჯერ კარგ ხასიათზე ამთავრებ თამაშს, ზოგჯერ ცუდ ხასიათს. ჩვენს მაყურებელს აუცილებლად უნდა უთხრათ, რომ დაალაიქოს ეს ვიდეო, გვაპატიოს ის, რომ წინა ტური ჩავაგდეთ. თუმცა, რა თქმა უნდა, ბრუნდებით, რა თქმა უნდა, ამისთვის თქვენი მხარდაჭერა გჭირდება. სულ ცოტა დაგვრჩა 5000 გამომწერამდე. თითოეული ადამიანი, რომელიც ვიყურებს, მათი გამოწერა ძალიან მნიშვნელოვანია და სამწუხაროდ ჩვენს ვიდეოებზე იქნებათ რომ ეგ მაისური შეხვდეთ. კი ბატონო, მე 5000-ზე გამომწერს ვაჩქოთ. ეგრე ვერ ვნახავთ, გაგვიჭირდება. თუმცა ერთ-ერთს აუცილებლად მივცემთ, მოკლედ დალაიქება, კომენტარის დატოვება არ დაგავიწყდეთ, იმიტომ რომ თითოეული კომენტარი ძალიან პოზიტიურად აისახება პირადად ჩვენს. ნელა დავამშვიდობოთ და ამე ხო არ გამოგვრჩა. მე მგონი არაფერი არ გამოგვჭა. მაშინ დროებით. შემდეგ თამაშამდე. კი ბატონო.